ყოველი დღე რაც გადის, კიდევ უფრო მეტ ირანელს სიკვდილით სჯიან. ამ კვირაში 19 წლის არვინიც იყო, რომელიც იანვრის აჯანყების დროს დააკავეს. რეჟიმის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, ციტატა, ღმერთთან ომის გამოცხადებაში და გასულ შაბათ-კვირას მას ჩამოახჩვეს ჩრდილოეთ ირანის ციხეში. თინეიჯერი სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტზე მივიდა. და შემდეგ დღეს დილით კიდევ ორი, One Beyzadi და პურია სავათი ფარულად სიკვდილით დასაჯეს განთიადზე. ორივე მათგანი 12 დღიანი ომის დროს დააკავეს და ისრაელისთვის ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. არც სასამართლო პროცესი, არც საჯარო განხილვა, არც განცხადება, არაფერი, გარდა რეჟიმის სასამართლო სისტემისა, რომელმაც დაადასტურა, რომ ისინი უკვე სიკვდილით დასაჯეს. ეს ახლა ხდება დღეს, როცა ამ გადაცემას ვწერ. რამდენიმე დღით ადრე მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ გამოიყურება ეს სიკვდილით დასჯები რეალურად, რადგან ისფაჰანში ასობით ადამიანი შეიკრიბა განთიადამდე, რათა ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჩამოხრჩობა შეეჩერებინათ. იმ მოედნიდან გადაღებული ვიდეოების ყურება ძალიან რთულია. ბნელი ღამისას შეკრებილი ხალხი სკანდირებდა უსინდისო ირანის რევოლუციური გვარდიის ძალების მისამართით და სთხოვდა ეს არ მომხდარიყო. მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქცია ძალადობრივად დაშალეს და შემდეგ ორივე მამაკაცი მაინც ჩამოახჩვეს საჯაროდ მოედანზე. სწორედ ეს არის ამ საჯარო სიკვდილით დასჯების მთავარი მიზანი. ეს არის თეატრი და მაყურებელი არის ყველა ირანელი, ვინც ამას უყურებს. ეხლა მინდა რომ გაიგოთ, ეს ყველაფერი ერთჯერადი შემთხვევა არ არის. მხოლოდ ივლისში რეჟიმმა მინიმუმ 67 პატიმარი სიკვდილით დასაჯა. ახლა კი თეირანის პროკურატურამაც კი გამოაცხადა სისხლის სამართლის დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საჯაროდ გმობს ამ სიკვდილით დასჯებს. უკვე კიდევ ათობით მომიტინგეს სიკვდილით დასჯა უახლოეს მომავალშია დაგედმილი. ეხლა ეს ყველაფერი დააკავშირეთ იმასთან, რაც პირველ ისტორიაში ვთქვით, რადგან ეს სიკვდილით დასჯების ტალღა არ ხდება იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი თავს იკავებს. ეს ხდება სწორედ ამის გამო. რეპრესიები ირანში უფრო მძაფრდება და არ ამსუბუქდება ყოველ ჯერზე, როცა ეს რეჟიმი ასვნის, რომ გადარჩება. როცა დონალდ ტრამპი თავს იკავებს დარტმისგან რაღაც შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც რა თქმა უნდა არასდროს განხორციელდება, როცა რეალური შედეგების მუქარა ბოლო წამს ყოველთვის იხსნება, მულები ამას ზომიერებისკენ მოწოდებად კი არ აღიქვამენ. ისინი ამას აღიქვამენ როგორც ნებართვას, რომ შიდა წმენდა მოაწყონ.